მოგესალმებით. ჩვენ ეხლა გამოვაცხადებთ განრიგს, რომელიც გვაქვს პერიოდულად. იქნება განრიგით განსაზღვრული სესიები, რომელიც მომხმარებლებისთვის იქნება უშუალო და იქნება ესეთი ღია სესიები, რომელიც საერთო მოსმენისთვის იქნება და ის რომ ჩვენი მისია ის რომ ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების, ნამდვილი ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვების მნიშვნელობა გავაგებინოთ, ესეთი ღია სესიებიც იქნება. მოკლედ ეს მშვენიერი იდეა მოდიოდა მაკასგან და ძალიან საინტერესო იდეა, რომ ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა ხალხისთვის. ზოგადად ქალის სხეული განსაკუთრებულია და 40 წლის შემდეგ გადის მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ცვლილებებს. ნივთიერებათა ცვლის შეინელება, ჰორმონული ბალანსის ცვლილებები, კუნთოვანი მასის კლება, ძვლების სიმკვრივის დაქვეითება, 50+ და 60+ რო ემატება, უკვე ამ პროცესებს ემატება იმუნური სისტემის დაქვეითება და ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში რომ დავიცვათ და გავითვალისწინოთ ჯანსაღი დაბალანსებული სრულფასოვანი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებელი ასპექტები, ხო, რაც უნდა გავატაროთ და ცხოვრების წესად ვაქციოთ. ზოგადად რაც მინდა კიდე რაზეც თქვენი და ყველას ყურადღება გავამახვილო, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის ჯანსაღად და აქტიურად 100, 120, 150 წელი ამ საუკუნეში ყველაფრის გათვალისწინებით, მაგრამ ჩვენ იმდენად ვარეს ვხდით ჩვენს ასე ვთქვათ კვებას და ცხოვრების წესს, რომ როგორ მცირდება და შემცირებულია ასაკი აქტიური სიცოცხლის კი ვხედავთ, ხო? ამაზე აღარ გავაკეთებთ ახლა აქცენტს. და მაკა ესეთ რეჟიმში, იმიტომ რომ მაკა მოამზადა ეს თემა და თვითონ უნდა გვესაუბროს, მაგრამ კარგია ეს პატარაც გვესწრება. გაიგებს, ხო? საინტერესო ინფორმაციები ჩაებეჭდება. სილამაზე და აქტიური დღეგრძელობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ დღეგრძელები ვიყოთ, მაგრამ როგორ ვიცოცხლებთ, ამას ხომ აქვს მნიშვნელობა სიცოცხლის ხარისხს. არა, ეს არის მგონი უმნიშვნელოვანესი. თორე შეიძლება ადამიანი ხანგრძლივი ცხოვრებით ცხოვრობდეს, გონებაც საღი ქონდეს, მაგრამ თქვათ ვერ დადიოდეს, რაღაც უჭირდეს, რაღაცა ტკიოდეს, ხო? ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ვიყოთ აქტიური დღეგრძელობით ვიცხოვროთ. და რა თქმა უნდა, გარეგნული ესთეტიური მხარეც მოვაწესრიგოთ. იცით რა ხდება? გარეგანი იასახე პირდაპირ ასახავს რა ხდება შიგნით. ანუ ეს არ არის თქვათ შემთხვევით, ხო? ვერც მე შევედიო, კარგი წერენ და კარგი, მე მივწერე, კარგი, მაკა, მოკლედ გადმოგცემ სიტყვას და დავეხმარები. ხო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. საუკეთესო საღამოს გისურვებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ასაკს მუშაობთ ისე რომ ჩვენ ყველა ასაკს ვეხმარებით, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი იდეა იყო ისიც ჩვენი გუნდის საერთოდ რომ 40, 50, 60 და 60+ ქალბატონების მოხდენილობა შეგვენარჩუნებინა და ასეთი ქალბატონებიც ყოფილიყვნენ მოხდენილები, საუკეთესო თვითშეგრძნებით და ენერგიულები, არ ეთქვათ ის რომ აი ყველაფერი ვცადე, ეს გავაკეთე, ის გავაკეთე და მაინც ვერ ვაღწევ შედეგს. ვერ ვიკლებ წონაში, ვერ ვარ ენერგიულად. ჩემთვის ყველაზე ცუდი მოსასმენი არის ის, რომ როდესაც ასეთი ასაკის ქალბატონები ამბობენ უარს ყველაფერზე, რომ რახა დროს ჩემი წონის კლება არის, ან ჩემი კარგად გახდომა არის, ამდენი მყავს შვილი, ასეთ ასაკში ვარ. აი ეს არის ჩემთვის ძალიან ცუდი მოსასმენი და ამიტომაც გამიჩნდა ეს იდეა, რომ 40 წელი, 50 და 60+ ეს არაფერი წლები არ არის, ქალბატონები ყოველთვის იყვნენ წესრიგში და ყოველთვის იზრუნონ თავიანთ თავზე. მინდა რომ დეტალურად განვიხილოთ ყველა ის ნაბიჯი, რაც 40 წლის ზემოთ ქალების ორგანიზმში ხდება და გავათვითცნობიეროთ თითოეულმა მათგანმა თუ რა პროცესები მიდის 40 წლის ზემოთ ქალების ორგანიზმში. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ შეგახსენებთ იმას, რომ ადამიანის ორგანიზმით ყველა ადამიანი 100 ტრილიონი უჯრედისგან შედგება და ამ 100 ტრილიონ უჯრედს სჭირდება კვება, რა თქმა უნდა. ყველა საჭირო მაკრო და მიკრონუტრიენტი სჭირდება. აი ეს უჯრედები 100 ტრილიონი უჯრედი ქმნის უკვე ქსოვილებს და ქსოვილები თავის თხენ ქმნიან ორგანოთა სისტემებს. ყველა
ყველა ორგანო მუშაობს, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან შეთანხმებულად, ჯაჭვისებურად არის აგებული ამ ორგანოების მუშაობა და ამ ორგანოებმა ყველა ორგანომ რომ იმუშაოს ჯანსაღად, შეასრულოს თავისი ფუნქცია ჯანსაღად და ყველა უჯრედი იყოს ჯანსაღი, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება კვება. ამაშიდაც დამეთანხმებით, რა თქმა უნდა, რომ ყველა უჯრედს, ყველა ქსოვილს, ყველა ორგანოს სჭირდება ყველა საჭირო მაკრო და მიკრონუტრიენტი. თუ ერთი რომელიმე გამოეთიშა ამ უჯრედების შევსების დროს, უკვე იქ ხდება სხვადასხვა პროცესები, ერთვება სასიგნალო სისტემა და რესურსი უკვე 40+ ზემოთ ქალბატონებში ორგანიზმში რესურსი არ არსებობს. არ აქვს რესურსი ორგანიზმს და ამიტომაც ჩვენი მთლიანი ორგანიზმი დგას კვებაზე. რა არის კვება? კვება არის მეცნიერება და სხვა მეცნიერებებთან შედარებით კვება შედარებით ახალგაზრდა მეცნიერება არის და თავის თავში მოიცავს სამ მეცნიერებას. ეს არის ნუტრიციოლოგია, დიეტოლოგია და ეკოლოგია. თანდათან წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, კვების მეცნიერებამ განიცადა ცვლილებები, დაიხვეწა, სხვადასხვა ალტერნატიული გზები რაღაც გამოიძებნა, სხვადასხვა ცვლილებები შევიდა და სათანამედროვე 21 საუკუნის ადამიანის კვება არის უკვე ადეკვატური კვება პლუს ადეკვატურ კვებას ფუნქციური კვების პროდუქტები და პლუს ბადები. აი ამ ფორმულირების გარეშე დღესდღეობით 21 საუკუნის ადამიანის კვება წარმოუდგენელია. როგორი პრობლემები გვხვდება 40, 50 და 60+ ქალბატონებში და საით წავიდეთ? ყველასათვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, კარგად ყოფნა, კარგი ბუნება-განწყობილება, კარგი გამომეტყველება. ჩვენ თავს მიუძღვნათ გარკვეული დრო. თუ ჩვენ არ გამოვნახეთ ეს გარკვეული დრო, სხვა არავინ არ გამონახავს იმ დროს ჩვენი თავისთვის და დავფიქრეთ, რა გვაწუხებს. 40 წლის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი უკვე სხვაგვარად რეაგირებს კვებაზე და ფიზიკურ აქტივობაზე და ყველა იმ მოვლენაზე, რომელიც ჩვენს შიგნით ორგანიზმში ხდება. ორგანიზმში მიდის ჰორმონალური ცვლილებები, ნელდება მეტაბოლიზმი, ხდება კუნთოვანი მასის და ცხიმოვანი უჯრედების გადალაგება. თუმცა ამ ყველაფერს არავინ არ ითვალისწინებს და ძველებურად ცდილობენ 40 წლის ზემოთ ქალბატონები წონის კლებას. იმავე მეთოდებით, რასაც ადრეულ ახალგაზრდობაში მისდევდნენ. როგორიც იყო მაგალითად სხვადასხვა შემზღუდველი დიეტები. აი რა არის დიეტა? დავიწყოთ. ალბათ არსებობს 1000 და 1000-ზე მეტი დასახელების დიეტა. დიეტა არის განმარტება, რო ვთქვათ, ზუსტი ამ სიტყვის არის შემზღუდველი კვება, რომელსაც გარკვეული დავადების დროს უნიშნავს ექიმი პაციენტს, რომ რაღაცა ეკრძალება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ეკრძალება, რაღაცა არ უნდა ჭამოს, რაღაც უნდა მიირთვას. და რა არის დიეტა, ხო? დიეტის დროს, აი გარკვეული დრო არსებობს დიეტა. არის თქვათ 10 დღე, 1 თვე, 21 დღე, ან რაღაც დღეების და ერთი სული აქვს ადამიანს, როდის გავა ეს გარკვეული პერიოდი, რომ ისევ დაუბრუნდეს ძველებურ კვებას. და ერთი სული აქვს, ვეღარ ითმევს, ზოგჯერ ბოლო დღეებსაც კი არ ღვევს. და რა მოყვება ბოლოს დიეტას? ჯერო ფსიქიურად ადამიანი გაღიზიანებულია, ნერვები მუდამ აშლილი აქვს, გაწონასწორებული არ არის, ჰორმონალური დისფუნქცია მიდის და ერთი სული აქვს ადამიანს ამ დროს, როდის მოვიდეს ის დღე, რომ დიეტა დაამთავროს და დაუბრუნდეს ისევ იმ ძველებურ კვებას, საიდანაც მოვიდა დიეტამდე. ასეთ შემთხვევაში რა ხდება? მომენტალურად იმატებს ადამიანი იმავე კილოგრამებს, რაც დაიკლო, ან ორჯერ იმაზე მეტს. განვიხილოთ სხვადასხვა დიეტები, როგორი სახის არის დიეტები, ხო? არის დუკანის დიეტა, რომელიც მარტო ცილოვანი დიეტა არის და ამ შემთხვევაში ორგანიზმს აკლიან ნახშირწყალიც და ცხიმიც. არის ახლა ძალიან მოდური კეტო დიეტა, სადაც უფრო მეტად ჭარბობს ცხიმების რაოდენობა. აქ რა ხდება? ორგანიზმს აკლია ცილები და ნახშირწყლები. არის ინტერვალური დიეტები, ხო? გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანი შიმშილობს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სულ ჭამს. ასეთი დიეტის დროს არავინ არ ითვალისწინებს არც კალორიას, არც ცილების, არც ცხიმების, არც ნახშირწყლების რაოდენობას. კვება აქ ქაოტურია და იმაზე მეტ ხანს შიმშილობს ადამიანის ორგანიზმი, ვიდრე ეს მიღებულია. არის აგრეთვე ეგრეთ წოდებული სწორი კვების დიეტები. ასეთ დროს ადამიანები მიმართული არიან იმაზე, რომ კვების მათი საკუთარი პროდუქტები არის სწორი ჯანსაღი, მაგრამ აქ არავინ არ ითვალისწინებს რამდენს მიირთვეს, არავინ არ ითვალისწინებს კალორიაჟი რამდენია და როგორი სქემით არის აგებული მისი კვება. რა თქმა უნდა, ესეც არის შეცდომითი კვება და არ არის მოწესრიგებული და სისტემაში მოყვანილი კვება.
ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ კვება იყოს სისტემაში მოყვანილი და გავაგრძელოთ ისე. ასე თუ გავყვებით, არის უამრავი დასახელების დიეტები. ეს რაღაც მინიმალური დიეტები მოგიყვანეთ თვალსაჩინოების მხრივ. 40 წლის ზემოთ ქალების ორგანიზმში მიდის, როგორც აღნიშნეთ, ასაკობრივი ცვლილებები. და ზოგჯერ ფიქრობენ 40 წელის ზემოთ ქალბატონები, რომ რაც უფრო ნაკლებ საკვებს შეჭამენ, ხო, მით უფრო შემცირდება მათი კალორიაჟი და ფიქრობენ, უფრო სწრაფად დაიკლებენ წონაში. მაგრამ ეს დასაწყისში რამოდენიმე დღე შეიძლება ასეთმა მიდგომამ გაამართლოს და რამოდენიმე დღის განმავლობაში გარკვეული პერიოდში მოხდეს კლება შეიძლება, მაგრამ უკვე ორგანიზმი რომ მივა შიმშილის, უკვე ხანგრძლივი შიმშილის პერიოდში ხვდება ორგანიზმი და ამ პერიოდში რომ მიდის, უკვე ორგანიზმი კვება ნელდება, წონა ჩერდება ერთ ადგილზე, არის გაყინული, როგორც ეძახიან თვითონ ადამიანები და ან შეიძლება მოიმატოს კიდევაც, წონა მოიმატოს და ხშირად ამბობენ რომ აი არაფერს არ ვჭამ, ასე მცირე ულუფებს მივირთვენ, მაგრამ წონას მაინც ვიმატებ. რადგან ორგანიზმში ამ დროს გადადის, როგორც წაღან აღნიშნე, შიმშილის რეჟიმში. ამ შიმშილის რეჟიმის დროს ნელდება მეტაბოლიზმი და ორგანიზმი იწყებს, რაც კი მიიღო იმ ნივთიერებებისგან ცხიმების დაგროვებას. 40 წლის შემდეგ კუნთოვანი ქსოვილი უფრო ადვილად ირღვევა, ვიდრე ცხიმოვანი ქსოვილი და მის აღსდგენას უფრო მეტი დრო სჭირდება. ძალიან სწრაფად მიდის ცილის დეფიციტი, ნაკლებობა კალორიების შემცირების ხარჯზე ასეთი შემზღუდველი კვების დროს. თავის მხრივ ეს ცილის ასეთი შეზღუდული რაოდენობა მოქმედებს ჰორმონალურ ბალანსზე და ხდება კვებითი აშლილობა. ამას ადამიანი დიდხანს ვეღარ უძლებს და გარკვეული პერიოდის მერე უკვე ხდება მადის გაღვიძება და მადის აფეთქება მოყვება ამას. და რა ხდება? აფეთქდება მადა და რა თქმა უნდა, ისევ ჩვეულებრივ კვებით რეჟიმს უბრუნდება ადამიანი. ზოგჯერ ასეთი მცირე კვებასთან ერთად სპორტ დარბაზებშიც მიმართავენ ქალბატონები, 40 წლის ზემოთ ქალბატონები და სხეულის დაქანცვამდე ვარჯიშობენ. ძალიან დამღლელ ისეთ ვარჯიშებს მიმართავენ, რომ უნდათ რომ სწრაფად დაწვან ეს ცხიმი, მაგრამ ამ დროს ცხიმის წვა არ ხდება. პირიქით ისევ გროვდება ცხიმი, იმიტომ მათი საკვების რაოდენობა მცირეა კალორიაჟის მიხედვით და ცხიმი ისევ გროვდება. ადამიანი პირიქით ხდება უენერგიო, სულ მეტად მოთენთილია, ამ დროს ხდება სხვადასხვა ჰორმონების, მაგალითად როგორიცაა კორტიზოლის ჰორმონი, სტრესის ჰორმონის გამოყოფა უფრო ჭარბად, ვიდრე ეს საჭიროა და ამ დროს ეს სტრესის ჰორმონის გამოყოფა იწვევს ცხიმის დაგროვებას. ეს ცხიმი გროვდება უფრო მეტად მუცელზე და თეზოებზე. ასეთ დროს ისევ კუნთის განლევა ხდება და არა ცხიმის. ცხიმი პირიქით გროვდება მუცლის გარშემო, მუცლის არეში და მეტაბოლიზმი აქაც კიდევ უფრო მცირდება და ნელდება. კიდევ არის ესეთი შემთხვევები, როდესაც ფიქრობენ, რომ იკვებებიან სწორად, წყალს სვავენ ისეთი რაოდენობით, როგორც ეკუთვნით მაგალითად ლიტრა ნახევარი ან 2 ლიტრას ვარჯიშობენ, მაგრამ წონა მაინც არ იკლებს, რადგან 40 წლის ზემოთ, აი უნდა განისაზღვროს საერთოდ, როდესაც კვების გეგმა დგება, სასქესო ჰორმონების მდგომარეობა. აქ რა თქმა უნდა ჩართული არის მენოპაუზის კლიმაქსური პერიოდი და ამიტომ უნდა განისაზღვროს და ყურადღება უნდა მივაქციოთ ესტროგენების, პროგესტერონის გამომუშავებას და სინთეზს, რომ არ მოხდეს ამ ჰორმონების დარღვევა, დისბალანსი და ისეთი კვებითი პროდუქტების ჩართვა უნდა მოხდეს კვების რაციონში, რომელიც ხელს შეუწყობს აი ამ ჰორმონების გამომუშავებას და დისბალანსი არ მოხდება, პირიქით აღდგება პროგესტერონის და ესტროგენის გამომუშავება. ცილების უკმარისობა ხშირად ქალბატონებში, აი ვითომ ისე ცილების უკმარისობის მხრივ კვებაზე ვარ ისე, აი თითქოს იკვებებიან მარტო ხილით ან ბოსტნეულით, მსუბუქად ფიქრობენ, რომ ეს მსუბუქი კვებაა და ცილებს არ მიირთმევენ და ასეთ დროს მაინც წონა დგას, ან შეიძლება მოიმატოს კიდევაც, იმიტომ საკმარისი რაოდენობით ქალის ორგანიზმი ვერ იღებს ცილას. ისევ რა თქმა უნდა ხდება კუნთის შემცირება და არა ცხიმის შემცირება, პირიქით ცხიმი იმატებს, ამ დროს არ იწვის. რა არის ცილა? ცილა არის საშენი მასალა, რომელიც აშენებს მთლიანად ადამიანის ორგანიზმს. ცილა ასევე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს კანის სტრუქტურაზე, როდესაც ცილის რაოდენობა საკმარისია ორგანიზმში, კანი არის ელასტიური, ბზინავი, ასევე თმაც არის ბზინავი, ფრჩხილები არ არის მტვრევადი, არ წყდება ადვილად და ცილის რაოდენობის, კარგი რაოდენობის დროს საკმარისი, რაც მის წონას ეკუთვნის, სახის ოვალიც, რა თქმა უნდა, აჭიმულია და ადამიანი მით უფრო უკეთესად გამოიყურება. ზოგი ზღუდავს საერთოდ
ვიყენოთ ყველანაირი დასახელების ცხიმს. ცხიმი საჭირო ნივთიერება არის, სასარგებლო ცხიმი საჭირო ნივთიერება არის ადამიანის ორგანიზმში, რადგანაც ის მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა ჰორმონების გამომუშავებაში. როდესაც ცხიმს ისეთი საკმარისი რაოდენობის სასარგებლო ცხიმს არიღებს ადამიანის ორგანიზმი, აქაც ხდება კანის გამოშრობა, კანი არის მსხვერვადი, ადვილად ჩნდება ნაოჭები, შესამჩნევია ეს ნაოჭები, აქაც ხდება თმების ხარისხის გაუარესება, თმის წვენა მიდის, ფრჩხილების მტვრევადობა, აქაც აღინიშნება, რა თქმა უნდა, სახის ოვალი კარგავს თავის ფორმას და აღარ არის ისეთი მიმზიდველი ქალის გამომეტყველება, ამიტომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასარგებლო ცხიმების მიღებას, ქალის ვიტამინების მიღებას, არის ომეგა-3, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზმში აი ამ სასარგებლო ცხიმების რაოდენობა შედის. არ უნდა იყოს თქვა ტრანსცხიმები, პირიქით უნდა იყოს ეს სასარგებლო ცხიმები ომეგა-3 და ასევე სხვა პროდუქტების დამატებითაც დაკვებ რაციონში. ასევე ძილის დარღვევები ძალიან ცუდად მოქმედებს 40 წლის ზემოთ ქალბატონებში, როდესაც არ ხდება ძილი თავის დროზე ძილი, ძილამდე 3 საათით ადრე, მსუბუქი ვახშამი, ჩაძინება, როდესაც ფაზურია და წყვეტილ ძილავს ადამიანს და მთელი ღამე ღრმად არ ძინავს, რა თქმა უნდა ეს იწვევს ნერვული სისტემის გაღიზიანებადობას. გარდა ამისა, ძილში ხდება ყველა იმ საკვები პროდუქტის მონელება და ათვისება, რაც ჩვენ მთელი დღის განმავლობაში მივიღებთ. ძილში ამისი გარდაქმნა ხდება. ამიტომ ამ პროდუქტების შეთვისება, თუ ძილი არასრულფასოვანია, თავის დროზე არ დადგა ძილის ფასები, ეს შეთვისება არ მოხდება. ასევე ძილში არ მოხდება იმ საჭირო ჰორმონების, მელატონინის, გრელინის, ლეპტინის გამომუშავება, რომელიც ჩვეულებრივ სწორი და ჯანსაღი ძილის დროს ხდება. და რას იწვევს უძილობა? ისევ და ისევ ნერვულ გაღიზიანებას, ნერვული სისტემის დაძაბულობას, მუდამ უხასიათობას, არასასურველ ბუნება-განწყობილებას და ასე შემდეგ. ასევე სხვადასხვა ჰორმონების გამომუშავების დარღვევას. ხო, აი ცხიმების იმას დაუბრუნდები, ისევ ცხიმების სიმცირეს, როდესაც ცხიმების სიმცირეა ორგანიზმში, იმ სასურველი სასარგებლო ცხიმების შემცირება, ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი D ვიტამინის შეთვისებაც კი დარღვეულია. არ ხდება, იმიტომ რომ D ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი და მისი შეთვისება არ ხდება ორგანიზმში ისე როგორც საჭიროა, იმიტომ რომ აღარ არის ის საკმარისი რაოდენობის ცხიმი. ასევე E ვიტამინის, K ვიტამინის შეთვისება, ესენი ყველა არის ცხიმში ხსნადი ვიტამინები. და მივედით იქამდე, რომ რა ხდება ადამიანის 40 წლის ზემოთ ქალბატონების ორგანიზმში, როდესაც კვების გეგმა არის ქაოტური, არ აქვთ მათზე ინდივიდუალურად მორგებული კვების გეგმა, მათთვის მიზნად დასახული საჭიროებისამებრ. ასე დროს აცდებიან ხან აქეთ, ხან იქით ციკლურად მოისმენენ ხან ერთი ვიღაც ფრაზებს რომ გახსნიან ინტერნეტ სივრცეს, ხან მეორე ვიღაცის რჩევას, ვიღაც მეზობლის რჩევას გაითვალისწინებენ, ვიღაცის კიდე ფრაგმენტულად და ქაოტურად იღებენ რჩევებს, აკეთებენ სხვადასხვა ამ რჩევებს ითვალისწინებენ და რა თქმა უნდა შედეგს ვერ იღებენ. და მერე ამბობენ რომ აი ეს ვცადე, ასე ვცადე, იმდენი რამ გავაკეთე, მაგრამ შედეგი ვერ მივიღე და ასეთი ადამიანები რა თქმა უნდა კარგავენ მოტივაციას, მიდის ხელის ჩაქნევა და ურჩევნიათ და უკვე თავის თავში იკეტებიან, სტრესაც დიდად განიცდიან და ურჩევნიათ რომ საერთოდ არავისი მე აღარაფერი აღარ გაითვალისწინონ, აღარც თავისი რესურსი გამოიყენონ ის ახალგაზრდობის სილამაზე დაიბრუნონ და იყვნენ ისე მომხიბვლელები, კარგი თვითშეგრძნებით და მიყვებიან დინებას, რომელიც არასწორია რა თქმა უნდა. ამიტომ არ უნდა მოგვევიდოს, როდესაც ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს დახმარებას და შანსს ვაძლევთ, უნდა გამოიყენონ რა თქმა უნდა ეს შანსი და ის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ. შემოუერთდნენ ჩვენს გუნდს და 100%-ით კი არა, შედეგს მიიღებენ 300%-ით. რა თქმა უნდა, როდესაც თავის თავზე თვითონვე იმუშავებენ და ჩვენი დახმარებით თავისთვის გამოყოფენ დროს. ასეთ შეცდომებს უშვებს თითქმის ყველა 40 წლის ზემოთ ქალბატონები. ყოველთვის შეიძლება ისწავლოთ თქვენი სხეულის ენა. ყოველთვის შეგიძლიათ მოაწესრიგოთ ჰორმონალური სისტემა და დისბალანსი, იყოთ ენერგიულები და საუკეთესო აღნაგობით და თვითშეგრძნებით 40, 50 და 60+ ასაკში. ჩვენი ორგანიზმში შეგვიძლია შევადაროთ, აი ესეთი შედარებები მინდა მოვიყვანო ჩვენი ორგანიზმის,
აი ესეთ ლამაზ, ახალ აშენებულ, გარემონტებულ და ლამაზ მოვილ სახლს მინდა შევადარო. როდესაც ამ ყველაფერი თავის ადგილზეა, ყველა აგური კედელში თავის ადგილზეა ასე დროს, მაგრამ გარკვეული დროის გავლის შემდეგ, როდესაც ამ სახლს არავინ არ უვლის, არავინ არ უფრთხილდება, რა თქმა უნდა, კედლიდან სხვადასხვა ადგილებიდან ცვივა აგური, ხო? და მე გარკვეული დროის შემდეგ ეს სახლი დაინგრევა. ასევეა ჩვენი ადამიანის ორგანიზმიც, ხო? ასევეა ჩალაგებული აგურის სახით თითოეული უჯრედი, ყველა ამ უჯრედს სჭირდება შენება, მოვლა და გარკვეული კვება, მიკრო და მაკრო ნუტრიენტები. თუ ამ ორგანიზმს უკვე არ ვუვლით 20 წლიდან, 30 წლიდან და მერე რა ახალგაზრდა ვარ და არა უშავს რა მოხდება, ესეთი მიდგომით მიუდგებით ასეთ დამოკიდებულებით, რა თქმა უნდა, ჩვენი უჯრედების გარკვეული რაოდენობა მოკვდება, ახალი აღარ წარმოიქმნება, იმიტომ რომ ყოველდღიურად, კი არა, ყოველ საათში მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში ჟანგვა აღდგენითი რეაქციები. უფრო მეტი დაიჟანგება, ვიდრე აღდგება და მინდა გითხრათ, რომ ყოველდღიურად ადამიანის ორგანიზმში სადღაც 500-600 გრამი უჯრედების რაოდენობა კვდება. როდესაც არის სრულფასოვანი დაბალანსებული კვება, მაშინ ამ უჯრედების რაოდენობა, რა თქმა უნდა, 100%-ით ვერ აღდგება, მაგრამ გარკვეული უფრო მეტი აღდგება, დაჟანგვა არ იქნება მეტი აღდგენაზე, თუ ეს გათანაბრდება, რამდენიც დაიჟანგება, იმდენი აღდგება, რა თქმა უნდა, დაბალანსებული კვების საფუძველზე, ეს არის იდეალური შემთხვევა და ასეთი ორგანიზმი, რა თქმა უნდა, უბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას და ყველა სასიცოცხლო პროცესი, გამაჯანსაღებელი პროცესი ასეთ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად და ასეთი ადამიანი ფიზიკურადაც კარგად გამოიყურება, მისი სახის კანის ელასტიურობაც კარგია, თმების ბზინვარება, ფრჩხილები, აღნაგობა, ტანადობა, სილამაზე ყველაფერი შენარჩუნებულია. ჩვენ გვაქვს საოცარი შედეგები, უამრავი ათასობით მომხმარებელი გვყავს და საოცარი შედეგები გვაქვს და ამ საოცარი შედეგებით უამრავი გაბედნიერებული ადამიანი და გახალისებული ადამიანია, რომლებიც ძალიან ბევრი მართლა დაუბრუნდა სიცოცხლეს და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობეს და რა თქმა უნდა და ბედნიერია და კი არ დადის დაფრინავს ასეთი ადამიანები. აღნიშნეთ ჩვენ რომ დღეს თანამედროვე ადამიანის კვება არის ტრადიციული კვების კოპროდუქტები პლუს ფუნქციური კვების პროდუქტები და პლუს ბადები. რა შედის ამ ფუნქციური კვების პროდუქტებში? ფუნქციური კვება არის ორგანიზმთან, რა თქმა უნდა, ახლოს მდგომი ნივთიერება, რომელიც არის საკვები პროდუქტი. აი, როდესაც დედას რძი არ აქვს, რა თქმა უნდა, ბავშვს კვებავენ ადაპტირებული რძით. ასევეა ჩვენი ფუნქციური კვების პროდუქტები, ყველამ კარგად იცით Herbalife Nutrition-ის პროდუქტები. ძალიან ფართო სპექტრი არის, ჩაი, ალოე, კოქტეილი, ცილა, ვიტამინები, ეხლა კოლაგენიც არის საქართველოში. აი, ჩაი არის სხვადასხვა 7 დასახელების ჩაის ჯიშისაგან შექმნილი, რომელიც ორგანიზმს აძლევს ტონუსს, ენერგიას და ხელს უწყობს ცხიმების წვას, ამაღლებს გუნება-განწყობილებას. ალოე დამზადებულია საუკეთესო ჯიშის ალოე ვერასგან 200 დასახელების და თითეული უჯრედის შიგნით შედის ეს ალოე, ყუჭნაწლავის მხარდამჭერია, აი საკვების მონელება გაცილებით უფრო უკეთესად ხდება. აი კუჭი გრეინისა და გრინის ჰორმონის გამომუშავების ფუნქციასაც აუმჯობესებს. რა თქმა უნდა, წმინდა სისხლს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და თითეული უჯრედიდან გამოაქვს შლაკები, ტოქსინები და მავნე ნივთიერებები. კოქტეილში შედის მიკრო და მაკრო ნუტრიენტი, რომელიც ყოველდღიურად ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ჯანსაღი ცხოვრებისთვის და უჯრედის ჯანსაღი არსებობისთვის, ასე ვთქვათ, უჯრედის ზრდა განვითარებისათვის. აღნიშნე რომ აი ძილი როცა ირღვევა, იქ სპეციალური ჰორმონების გამომუშავება წყდება. ჩვენი კოქტეილში შედის 26 დასახელების ვიტამინი, რომელიც მთლიანად კვებავს უჯრედებს, ადამიანის უჯრედებს კვებავს. შედის ამინომჟავებით, სილები, უჯრედების შენებას უწყობს ხელს და შედის ასევე სასადობლო ცხიმის და ნახშირწყალის, რაც ორგანიზმს სჭირდება. ჩვენი Herbalife Nutrition-ის ცილა არის სოიოს იზოლატის ცილა და მინდა ვთქვა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, ყველაზე საუკეთესო ცილა არის იზოლატი არის. ისეთი, აი ყველა ამი დასახელების ამინომჟავა შედის, რომელიც ორგანიზმს სჭირდება. საერთოდ არის 22 დასახელების ამინომჟავა და აი ამ სოფლებით მნიშვნელოვანია ორგანიზმს სჭირდება უჯრედებს
იწევს ასაშენებლად, მაგრამ კლიმაქსური პერიოდის ქალბატონებისთვის, როდესაც არის ნერვული სისტემის გაღიზიანებადობა, აშლილობა, იქ ალები, ნებისმიერი ჩივილები დარღვევა, ეს არის ცილის დეფიციტი და ვინც ღებულობს სოიოს იზოლატისგან მიღებულ ცილას, მათ აი ეს პრობლემები არ აქვთ, ან აქვთ 1%, მაგრამ უმრავლესობას ეს არ აქვთ ეს ისა. ჩვენ Herbalife Nutrition-ს აქვს უნიკალური ფორმულა ვიტამინების, რომელიც შექმნილია ცალკე ქალებისათვის და ცალკე მამაკაცებისთვის. ქალების ვიტამინში განსაზღვრულია ზუსტად ის მინერალები და ვიტამინები, რაც ქალის ორგანიზმს სჭირდება, აი იმ ჰორმონების წარმოქმნისთვის და კარგი ფუნქციონირებისათვის. თუნდაც სხეულის ფორმების მიღებისთვის და აი განსაკუთრებული ჩამოქმნის ფორმების ჩამოქმნისთვის ეს ვიტამინები და მინერალები შედის ქალის ვიტამინში. ასევე აი ესტროგენების და პროგესტერონის დისბალანსი რომ არ მოხდეს და არ მოხდეს დისფუნქცია და სწორი რაოდენობის წარმოიქმნას, ამასაც უწყობს ხელს Herbalife Nutrition-ის ვიტამინები. ასევე არის კოლაგენი, რომელიც სახის კანის ბზინვარებას აუმჯობესებს, თმის სტრუქტურას აუმჯობესებს, frჩხილების სტრუქტურას აუმჯობესებს და გარდა ამისა კოლაგენი აუცილებელია ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის. აი სადაც ძვალი ჯდება ფორსოში, ყველგან იქ საჭიროა კოლაგენი, კოლაგენის წარმოქმნა, რომ ეს ძვალი უფრო მარტივად სრიალებდეს ამ ბუდეში და აი ამ კოლაგენის წარმოქმნა, აი ჩვენი არსებული კოლაგენის ხარჯზე ძალიან მარტივად მიმდინარეობს და ეს კოლაგენი ხელს უწყობს საკუთარი, გარედან კი არ აწვდის ამ კოლაგენს, შიგნიდან საკუთარი კოლაგენის წარმოქმნას უწყობს ხელს და აუმჯობესებს ჩვენს ორგანიზმში საკუთარი კოლაგენის წარმოქმნას. გარდა ამისა, გვაქვს უნიკალური სახის მოვლის პროდუქტები, უნიკალური სახის მკვებავი, ასაკობრივი შრატი, სახის დამატენიანებელი, თვალის ირგვლივი კრემი, რომელიც ყველაფერი არის ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული და რა თქმა უნდა, სახის კანს ჯერ ბზინვარებას აძლევს, განსაკუთრებულ ბზინვარებას აძლევს Herbalife Nutrition-ის სახის მოვლის პროგრამა. მერე შიგნიდან ამ კოლაგენის წარმოქმნასაც უწყობს ხელს და სახის ოვალი იჭიმება, არავითარი ნაოჭები, ზედმეტი ღარები ამ დროს სახეზე არ აღინიშნება. ასევე არის უნიკალური ხაზი თმის მოვლის შამპუნი და კონდიციონერი. ესეც საოცრად მუშაობს თმის ხარისხზე. ყველა ეს მე ჩემ საკუთარ თავზე გამოცდილი და ადრე როგორი დასახელების მაზები და ის არ მიხმარია, მაგრამ აი შედეგი არასოდეს არ მიმიღია, რაც მივიღე Herbalife Nutrition-ის სახის მკვებავი მალამუთი და შემდეგ ვამბობ შამპუნზე. აი რა ისეთი ბზინვარებას აძლევს თმებს ჩვენი შამპუნი და ისეთი ხარისხი აქვს, თმა როგორც გინდა, მე ძალიან მარტივად, თავისუფლად, ვისაც გრძელი თმა აქვს და იყენებს ყოველდღიურად ხმარობს ფენს ან თმის უთოს ან რაღაც მანი, ძალიან მარტივად, აღარ სჭირდება ზედმეტად თმის შრატები და ჩარევები, თმის ბოტოქსები, თმა არის ხარისხობრივად გაუმჯობესებული, იკვებება თმა და ჯანსაღი, რაც თავარი არ თმის ცვენა არ ხდება, მაგ დროს კიდევ ნამდვილად ჯანსაღად არის. ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, გადადგით პირველი ნაბიჯი, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ჩვენ გვაქვს უნიკალური პროგრამები და სამუშაო ჯგუფები, მხარდამჭერთა დიდი ჯგუფები. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ცოდნა, დაგროვილი გამოცდილება წლების განმავლობაში გაგიზიაროთ, გადმოგცეთ, დაგეხმაროთ, ვიყოთ ჩვენს გვერდით და როგორც ქალები დაუდგეთ ერთმანეთს მხარში და შევქმნათ 40+ ზემოთ ქალებისთვის სასურველი გარემო, მათზე მორგებული სასიამოვნო გარემო და ვიყოთ მუდამ ახალგაზრდა ტანადად და ენერგიულად გამოვიყურებოდეთ. მომხიბვლელები შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. დიახ. ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადლობა. მაკას შეკითხვები თუ გაქვთ? შეკითხვები. და რას იცურვებთ? კარგით. მადლობა გადავხადოთ მაკას. ყველანაირ შეკითხვებზე. კარგით, ისე დაგვისვით შეკითხვები. კარგით, მაშინ დაგემშვიდობებით და ბედნიერ დღეებს გისურვებთ. ნახვამდის. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა.